გადავშალოთ ბიბლია. წმინდა იოანე მოციქულის პირველი ეპისტოლე. მეოთხე თავი. კითხულობთ პირველ 10 მუხლს. საყვარელო, ნუ ენდობით ყოველ სულს. არამედ გამოსცადეთ სულნი ღვთისაგან არიან თუ არა, რადგან ბევრი ცრუ წინასწარმეტყველი გამოვიდა სოფელში. ასე შეიცანეთ ღვთის სული, ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის. არამედ ეს არის სული ანტიქრისტეს, რომელიც შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა და იგი ახლა უკვე სოფელშია. თქვენ ღვთისგან ხართ, შვილნო, და ძლიეთ მათ, რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინც სოფელშია. ისინი სოფლისანი არიან, ამიტომაც სოფლისას ლაპარაკობენ და სოფლის ყურს უგდებს მათ. ჩვენ ღვთისგან ვართ, ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს ჩვენ, ხოლო ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს ჩვენ. ამით შევიცნობთ ჭეშმარიტების სულს და ცდომილების სულს. საყვარელო, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგან ღვთისაგანაა სიყვარული. ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია. ღვთის სიყვარული ამით გამოგვეცხადა, რომ ღმერთმა მოავლინა სოფელში თავისი მხოლოდ შობილი ძე, რათა მისით ვიცოცხლოთ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. ღმერთო, მადლობას გწირავთ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს სინათლე და გამოცხადება. შენი სულის მადლით მოგვანიჭე, რათა ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას, შენს სიტყვაში გაცხადებულს. მოგვიცი, რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს, ამ რწმენით საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდროთ და ვაუწყოთ ეს რწმენა სოფელში. იესო ქრისტეს მიერ გევედრებით. ამინ. სოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ავტორი, ღვთისმეტყველი, ეკლესიის მსახური, აცგანსვენებული სამწუხაროდ, ტიმ კელერი ამ ტექსტის განმარტებისას ამბობს შემდეგს. კელერი აცხადებს, რომ ამ ტექსტში, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ დღეს, ეს არის პირველი იოანეს მეოთხე თავი, პირველი 10 მუხლი. არის სამი რამ, რაც უნიკალურია და ქრისტიანობას განასხვავებს სხვა რელიგიებისაგან. კელერი ამბობს, რომ ქრისტიანობას ბევრი რამ საერთო აქვს სხვა რელიგიებთან, მაგრამ ამ ტექსტში არის სამი რამ, რაც უნიკალურია, ანუ ერთადერთი, შეუდარებელი, განუმეორებელი, თავისთავად და განასხვავებს ქრისტიანობას ყველა სხვა დანარჩენი რელიგიისგან. მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა ცნობილი ბრიტანელი ღვთისმეტყველი კლაივ ლუისი. აი კელერს უწოდებენ 21 საუკუნის კლაივ ლუისი. თუმცა ის თაკილობს, უпростоრად თაკილობდა ასეთი შეფასების გამო.
ზემორი ხსენებული ავტორი განმარტავს და ამბობს, რომ ამ ტექსტში არის მოცემული პირველი ქრისტეს მიერი ხსნის პირველ მიზეზი, აი რა სამი ასპექტია ეს. მეორე ქრისტეს მიერი ხსნის მიზანი და მესამე ქრისტეს მიერი ხსნის გზა. თქვენ შეიძლება გაუცდეთ და თქვათ ამ ტექსტში სად არის ეს ყველაფერი. იმიტომ არის ის კელერი, რომ მან დაინახა და აღმოაჩინა ამ საფრთხო ტექსტში ეს სამი უნიკალური ასპექტი, რომელიც ქრისტიანობას გამოარჩევს სხვა რელიგიებისგან. ქრისტეს მიერი ხსნის პირველ მიზეზი, ქრისტეს მიერი ხსნის მიზანი და ქრისტეს მიერი ხსნის გზა. სამი სიტყვა: პირველ მიზეზი, მიზანი და გზა. სად დაინახა მან პირველ მიზეზი? თედო შეგიძლია მეორე მუხლი რომ გამოაჩინო? მეორე მუხლში, ჩვენი ტექსტის მეორე მუხლში. კითხულობ. ასე შეიცანით ღვთის სული, ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს ღვთისაგან არის. შემოხაზეთ სიტყვა მოსულ. აი ამ სიტყვაში შეიძლება დავინახოთ ხსნის პირველ მიზეზი. მოსულ ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტე მოვიდა. არა საუბარი იმაზე, რომ დაიბადა. რა თქმა უნდა, ის აგრეთვე დაიბადა ბეთლემში. მაგრამ როცა ლაპარაკია, რომ ის მოვიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის იყო მანამდე, ვიდრე ამ ქვეყანაზე გამოჩნდა. აი რას ნიშნავს მოვიდა. ბეთლემში შობისას კი არ წარმოიშვა, გაჩნდა. არამედ ის მოვიდა უბიწო ჩასახვისა და შობის გზით. შეკითხვა სად იყო? თუ მოვიდა ნიშნავს სადღაც იყო, ვიდრე დაიბადებოდა. რას ამბობს ბიბლია? სად იყო? მოდით მოусმინოთ იმავე იოანეს ოღონდ სახარებაში. წმინდა იოანეს სახარება, პირველი თავი, პირველი ორი მუხლი. და საწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო და საწყისში ღმერთთან. სიტყვა მოვიდა, ანუ ღმერთი მოვიდა. კიდევ ერთი ფრაგმენტი იოანეს სახარებიდან, სადაც ეს ჭეშმარიტება იესოს წინარე ყოფნის, გნებავთ არსებობის შესახებ ძალიან თვალსაჩინოა. ეს არის სახარება იოანესი მერვე თავი, დიალოგია, ლაპარაკია ქრისტესა და თანამედროვეებს შორის. კითხულობ 52 მუხლიდან. უთხრეს მას იუდეველებმა, ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ, ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, არ იგემებს სიკვდილს უკუნისამდე. განა შენ ჩვენს მამა აბრაამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ, რა გონია შენი თავი? საინტერესო შეკითხვა რა? რა გონია შენი თავი? რა სიტყვი შენს თავზე? ვინ ხარ შენ? ნუ თუ აბრაამზე დიდი ხარ, ნუ თუ წინასწარმეტყველებზე დიდი ხარ, რომლებიც უკვე დაიხოცნენ. მიუგო იესო, ახლა კი ყურადღებით, მისი პასუხი. ჩვენ რა შეკითხვა დავსვით? ჩვენს პირველ ნაწილში, ჩვენი საუბრის პირველ ნაწილში, სად იყო ის? იესოზე წერია ის მოვიდა, წერია დაიბადა. რა თქმა უნდა, კიდევაც დაიბადა, დაბადების გზით, უბიწო ჩასახვისა და დაბადების გზით ის მოვიდა, მაგრამ მოვიდა ნიშნავს, რომ სადღაც იყო და შემდეგ გამოჩნდა ქვეყანაზე. აი რას პასუხობს იესო. მიუგო იესო.
მე თუ ჩემს თავს განვადიდებ ჩემი დიდება არაფერია მე განმადიდებს ჩემი მამა ვიზენც ამბობთ ჩვენი ღმერთი არისო თქვენ ის ვერ შეიცანით მე კი ვიცნობ მას თუ ვიტყვი რომ არ ვიცნობ მას თქვენისთანაც სრულ ვიქნები მაგრამ ვიცნობ მას და ვინახავ მის სიტყვას აბრაამს მამა თქვენს ყურადღებით უხაროდა რომ იხილავდა ჩემს დღეს იხილა და გაიხარა აბრაამმა ქრისტე დაიბადა აბრაამი უკვე დიდი ხნის დაბადებული და მკვდარი იყო იესო აგრძელებს და ეუბნება უთხრეს მას იუდეველება ჯერ 50 წლისაც არ ახარ 50 წლისაც არ ახარ და აბრაამი გინახავს ეს როგორ იმიტომ რომ ის მოვიდა ნიშნავს იყო სხვაგან და შემდეგ გამოჩნდა და ბნეულობაში აღმოჩნდა 50 წლის არ ახარ და უკვე აბრაამი გინახავს უთხრა მათ იესომ ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ სანამ აბრაამი იქნებოდა ეს არის კულმინაცია მე ვარ რას ნიშნავს ეს გამონათქვამი მე ვარ ეს თავად უფლის გამონათქვამია მე ვარ ის ვინც ვარ ამ სახელით გამოეცხადა უფალი მოსეს წარმოგიდგენიათ იუდეველების სახეები მათი ემოციები მათი დამოკიდებულება როდესაც იესომ პირდაპირ უთხრა მათ რომ მე ვარ არა უბრალოდ ვიყავი მე ვარ სულ ვარ მე ვარსებობ სინამდვილეში მაშინ აიღეს ქვები რატომ აიღეს ქვები იმიტომ რომ მათ ყურებში ეს ისმოდა როგორც ღვთის გმობა იმიტომ რომ იესომ ამ სიტყვებით გამოაცხადა რომ იყო ვინ სინამდვილეში ღმერთი მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან ყველა რელიგია ამტკიცებს რომ მისი დამფუძნებელი კაცია ნებისმიერი რელიგია იყო ნებისმიერი მათი დამფუძნებელი არის კაცი ჩვეულებრივი ადამიანი ჩვეულებრივი ბუნებრივი ურთიერთობის შედეგად გაჩენილი ამ ქვეყანას ქრისტიანობა კი ამბობს რომ იესო ქრისტე არის ღმერთი მოსული ამ ქვეყანად ის არაბუნებრივად ზებუნებრივად სასწაულებრივად ჩაისახა და ამ ჩასახვას ქრისტიანები უწოდებენ უბიწო ჩასახვას მეორე ასპექტი რაც არის უნიკალური და ქრისტიანობას გამოარჩევს და ღვთის მას უნიკალურს მეორე ასპექტი ისევ მეორე მუხლი რომელიც აი უკვე հետომ გამოაჩინა თქვენ წინაშე ის არა მარტო მოვიდა არამედ ჩვენ ვკითხულობ ტექსტში ასე შეიცანეთ ღვთის სული ყოველი სული რომელიც აღიარებს როგორ მოსულ იესო ქრისტეს არა უბრალოდ მოსულს თეოფანიები ანუ გამოცხადებები იყო მრავალი ღმერთი სხვადასხვა სახით ავლენდა თავს და ეცხადებოდა მაგრამ ჩვენს ტექსტში წერია რომ ის მოვიდა როგორ ხორციელად ასე შეიცანეთ ყოველი სული რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ იესო ქრისტეს ღვთისაგან არის
მეორე ასპექტი, უნიკალური ასპექტი ქრისტიანობის არის ის, რომ ქრისტე მოვიდა ხორცში. წმინდა პავლე მოციქული ამ მოვლენას უწოდებს დიდ საიდუმლოს. ღმერთი გამოჩნდა ხორცში. არის ერთი ძალიან ცნობილი წიგნი დონალდ მაკლეოდის, შოტლანდიელი ღვთისმეტყველის. ის არაერთი წიგნის ავტორია. მათ შორის წიგნისა სახელწოდებით ქრისტეს პიროვნება. The person of Christ. სადაც საოცარი თეოლოგიური დაკვირვებით, სიღრმით, გასაგებ ენაზე, მაგრამ მრავალხრივად, მრავალფეროვნად გადმოგცემს და განმარტავს ქრისტოლოგიას. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული თანამედროვე დრომდე. ლაპარაკობს უბიწო ჩასახვაზე, მის ნიშნულობაზე, რატომ მანდა მაინც უბიწო ჩასახვით უნდა მოსულიყო მესია ან მოვიდა. არაერთ გზის ახსენებს კარლ ბარტს, ცნობილ შვეიცარელ ღვთისმეტყველს. მე ვლაპარაკობ ამ წიგნის შესახებ და მყარად გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას. ქრისტეს პიროვნება, ავტორი შოტლანდიელი ღვთისმეტყველი დონალდ მაკლეოდი. აი ამ წიგნში ის ამბობს ასეთ სიტყვებს. სიტყვის განკაცება, ანუ განხორციელება, სიტყვა იგი ხორციელ იქნა, აი ეს ფრაზა, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ იოანეს სახარებაში, ანუ ღმერთის ხორცად მოვლინება, ერთი სიტყვა, არის ყველაზე რთული მტკიცება ქრისტიანულ რწმენაში. ყველაზე რთული. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმდენად მნიშვნელოვანი, რომ იოანე ამბობს, რომ ამით გაარჩიეთ. თუ სული არ აღიარებს ხორცში მოსულ ღმერთს, ღვთისაგან არ არის. რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რატომ არის ასეთი ქრისტიანობისთვის? სამკვდრო სასიცოცხლო ეს ამბავი, ეს დოგმატი, ეს ჭეშმარიტება, ეს განაცხადი. მაკლეოდი ამბობს, რომ ეს არის ყველაზე რთული მტკიცება ქრისტიანულ რწმენაში. ღმერთი ხორცში გამოჩნდა. უფრო ადვილი ალბათ მისაღები იქნებოდა, რომ მოევლინან, გამოეცხადან, ანგელოზიდან, რაღაც სასწაულები და ასე შემდეგ. აქ კი ჩვენ ხედავთ, რომ ღმერთი ჩვეულებრივი ადამიანური სხეულით გამოგვეცხადა. დაიბადა როგორც ბავშვი, გაიზარდა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. თუმცა ცოდვის გარეშე. ეს აუცილებელია ყოველთვის დავამატოთ და ვთქვათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რატომ არის ეს ისეთი ასპექტი, როგორც კელერი ამბობს, რომელიც ქრისტიანობას განასხვავებს სხვა რელიგიებისაგან? იმიტომ რომ რელიგიები ხსნის მიზნად ისახავენ ხორცისგან განთავისუფლებას. ვინაიდან ისინი ფიზიკურ სამყაროს მიიჩნევენ როგორც პრობლემას ან როგორც ილუზიას. მაგალითად, აღმოსავლურ რელიგიაში ფიზიკური სამყარო არის ილუზია. ანუ არანამდვილი. დასავლურ რელიგიურ რწმენებში კი ფიზიკური სამყარო არის რეალური, მაგრამ ბოროტების საწყისი. მოусმინეთ პლატონს. ყველაზე სახელგანთმულ დიალოგში, სახელმწიფოში. ის ასახელებს ბოროტების რამოდენიმე მიზეზს. ზოგადად პლატონი. ის ხომ ამ საკითხის ძიებაში იყო ჩართული, როდესაც მისი მასწავლებელი დემოკრატიულად მოკლეს. ამ ფაქტმა აღაშფოთა ის და თავისი ცხოვრების მიზნად დაისახა, აღმოეჩინა რატომ არის ბოროტება ამ სამყაროში, საიდან არის ეს ბოროტება. და მიაკვლია მან თავის ძიებაში და ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა მატერიალური სამყარო. ანუ თავისთავად
მატერიალური სამყარო პლატონის თანახმად და არა ქრისტიანობის თანახმად არის პრობლემა და ბოროტება. ქრისტიანობა სულ სხვანაირად უყურებს მატერიალურ სამყაროს. ქრისტიანობა აღიარებს, რომ მატერიალური სამყარო შექმნილია ღვთის მიერ და როდესაც ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, ფიზიკური სამყარო, ის იყო კარგი. ასე ვკითხულობ ჩვენ შესაქმეში, დაბადების წიგნში. და ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა, იყო ძალიან კარგი. ანუ ის არ იყო ბოროტი. ბოროტი გახდა ცოდვით დაცემის შემდეგ. ქრისტიანობა ამბობს, რომ ქრისტეს შობისას ღმერთმა მიიღო სხეული. და ქრისტეს აღდგომისას ჩვენ ვხედავთ, რომ ღვთაებრივი ხსნა მდგომარეობს არა ხორცისაგან ხსნაში, როგორც ზოგჯერ ასეთნაირად აცხადებენ ხსნას, ან განმარტავენ, არამედ მის გამოსყიდვაში. ეს არის არა გაქცევა, არამედ გათავისუფლება სიკვდილისაგან, სენისაგან, უსამართლობისაგან. ის რაც ახასიათებს უკვე დავრდომილ, დაქცეულ, დაცემულ, ღვთისაგან განდგომილ ფიზიკურ სამყაროს. მიაქცეთ ყურადღება, ეს არ არის სიტყვების თამაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ნახეთ, იოანე, ქრისტეს საყვარელი მოწაფე, როგორ ხაზგასმით, რადიკალურად ლაპარაკობს ამის შესახებ. ქრისტიანებს ჯერათ ხორცში მოსული ღმერთი. სარწმუნოების სიმბოლოში ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ის განკაცდა. განკაცდა. არ შეიძლება განკაცებაზე ისაუბრო და არ გაიხსენო ეკლესიის დიდი მამა და მოძღვარი წმიდა ათანასე ალექსანდრიელი, იგივე წმიდა ათანასე დიდი. და მის შრომებში ყველაზე გამორჩეული. აი, როდესაც ეცნობი წმიდა ათანასეს შრომებს, სხვადასხვა ჟანრის შრომებს, ყველაზე გამორჩეულ ადგილას, პირველ ადგილას არის მისი თხზულება განკაცების შესახებ. სიტყვა განკაცების შესახებ. თუმცა ეს არის მეორე ნაწილი ერთიმთლიანი შრომისა. ნეტარი იერონიმეს თანახმად მან ერთი შრომა დაწერა ორ ნაწილად, ორი თხზულებისაგან შედგენილი. ერთს ეწოდება სიტყვა ელინთა, ბერძენთა წინააღმდეგ, ხოლო მეორეს სიტყვა განკაცების შესახებ. წმიდა ათანასე დიდისთვის გადარჩენა არ არის უბრალოდ ცოდვების მიტევება. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. თუ ჩვენ ამას კარგად გავიგებთ. გადარჩენა ეს არ არის უბრალოდ მოგეტევა ცოდვები. წმიდა ათანასესთვის გადარჩენა ნიშნავს უფრო მეც ვიდრე ცოდვების მიტევებას. ამაზე ლაპარაკობს, ხას უსვამს ამას ცნობილი მართლმაინდებელი პატროლოგი იოანე მეინდორფი. თავის ერთ-ერთ ლექციაში ის ამბობს, რომ წმიდა მამისთვის გადარჩენა ეს არ არის მოგეტევა ცოდვები, ეს არის დაბრუნება ღმერთთან, ეს არის ხრწნილებისგან გათავისუფლება. ეს არის აღდგენა, დაბრუნება. როგორ მთავრდება საერთოდ ბიბლია? როგორ მთავრდება გადარჩენილი სამყარო, როგორ აღიწერება? აღარ არის რა, ჩამონათვალია სიკვდილი, წრემლი, დაავადება. ყველგან და ყველაფერში არის ღმერთი. ეს არის გადარჩენა. ბიბლიის პირველ წიგნში ჩვენ ვხედავთ, რას ნიშნავს ცოდვით დაცემა. როდესაც ადამიანი აუმხედრდა ღმერთს, წმინდა ათანასეს შემოაქვს აგრეთვე კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ტერმინი, ცოდვით დაცემის აღსანიშნავად. ეს არის ხრწნილება, ასე უწოდებს. როგორც ფიზიკურს, ასევე სულიერ ხრწნილებას. ცოდვით ღვთისაგან დაშორებას. ადამიანი გაიხრწნა და იხრწნება.
და სამი სიტყვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზემო რეხსენებული შრომიდან, სიტყვა განკაცების შესახებ. წმინდა ათანასეული ხედვა განკაცებისა და გადარჩენისა. მან განკაცება გადარჩენის შესახებ მოძღვრებაში მოაქცია. არა რაღაც განყენებული მეტაფიზიკური იდეებით გამოხატა, არამედ ძალიან გასაგება და მარტივად და გვითხრა, რომ იმისათვის, რომ ჩვენ გადარჩენილიყავით, საჭირო იყო, აუცილებელი იყო, რომ ღმერთი გამხდარიყო ხორცი. როგორც წმენის სიმბოლოში ვლაპარაკობთ, ჩვენი გადარჩენისთვის, ჩვენი ცხონებისთვის ის განკაცდა და გარდამოვიდა ზეციდან და შეისხა მან ხორცი. და აი სამი სიტყვა, როდესაც ხდება აი ამ ნაშრომის ანოტაცია, გამოარჩევენ სამ საკვანძო სიტყვას განკაცების შესახებ, რომ განკაცება იყო აუცილებელი, შესაძლებელი და ღვთისათვის სადარი, ანუ საკადრისი. აუცილებელი, შესაძლებელი ეს მოხდა, ღმერთი არასოდეს არ ყოფილა მატერიალური, არამატერიალური საწყისი გახდა მატერიალური, ეს არის სასწაული. და ეს არ იყო ღვთისათვის უკადრებელი. ღმერთმა იკადრა ეს და გახდა ქმნილება თავისი ხატისა და მსგავსის გადარჩენისთვის. იმიტომ რომ როგორც ეკლესიის მამა ბრძანებს, ღვთის სიტყვა უნდა შესრულებულიყო. ღმერთმა თქვა, როგორც კი დაარღვევ მცნებას მოკვდები. და ხრწნილება იყო უკვე მოქმედებაში, ყველა კვდებოდა და შეუძლებელი იყო ამის შეჩერება. რა მოხდა? მოხდა ინტერვენცია, მოხდა ჩარევა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ღმერთი შემოვიდა, ღმერთმა შემოაბიჯა ჩვენს წუთისოფელში. ქრისტიანობაში გადარჩენა, ეს არ არის ხორცისგან გაქცევა, გადარჩენა, ეს არის ხორცის გადარჩენა. ღმერთმა მიიღო სხეული, ეს სხეული მოკვდა ჯვარზე, ეს სხეული დასაფლავდა და ეს სხეული აღდგა მკვდრეთით. ხედავთ, სხეული არ გამქრალა არსად. ჩვენც ამიტომ ლაპარაკობთ, მოველი აღდგომასა მკვდრეთი და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა. ცხოვრება მომავალში მკვდრეთით აღმდგარი სხეულების ცხოვრება. აი ეს ელინური, ბერძნული, პლატონისეული გაგება, რომ სხეული ეს არის საპყრობილე სულისა, რაღაც ნაწილად შეიძლება ქრისტიანობამ მიიღოს, მაგრამ არა მთლიანად. ამიტომაც ქრისტიანობამ უარყო პლატონისეული გაგება ბოროტების მიზეზის გააზრებისა მატერიალურ სამყაროში. პლატონს აქვს აგრეთვე სხვა განმარტებაც, რომელიც აბსოლუტურად მიიღო ქრისტიანობამ. შესანიშნავი განმარტება რა არის, უпростоრად საიდან მოვიდა ეს ბოროტება. მაშასე ორი რამ, პირველი, რაც კელერმა დაინახა ამ ტექსტში, ქრისტეს მიერი გადარჩენის, ის ხაზს უსვამს ქრისტეს მიერი და არა რაღაც მოგონილი გადარჩენის პირველ მიზეზი, ეს არის ის, რომ ღმერთი გამოჩნდა. მეორე, რომ გამოჩნდა ხორცში და რა არის მესამე? მესამეს ის უწოდებს გზას, ანუ საშუალებას. სად დაინახა მან ეს? თედო თუ შეგიძლია მეათე მუხლი რომ გამოაჩინა. აი მეორე და მეათე მუხლებში. მეათე მუხლი, მოდი წავიკითხოთ. უკანასკნელი მუხლი ჩვენი ტექსტისა, რომელზეც ვსაუბრობ. ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი. გესმით? აი ეს არის სახარება. ეს არის გზა. არამედ მან შეგვიყვარა. ჩვენ ღვთის უყვარულნი, ცოდვილნი, დაცემულნი, გახრწნილნი, ხრწნადნი, განდგომილნი. და მოავლინა, ისევ მოავლინა, მოვიდა, შემოვიდა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად. ეს არის გზა. ყველა რელიგია ამბობს, რომ შენ უნდა მოიქცე ასე, უნდა მოიქცე ისე, უნდა შეასრულო ეს წესი, იმისათვის ან სხვა წესი, იმისათვის რომ ღირსი გახდე სასუფევლისა. ქრისტიანული სახარება ამბობს სხვანაირად. ქრისტიანული სახარება ამბობს, რომ შენ როგორც დაცემულ ადამიანს
არ შეგიძლია იმგვარად აკიაფთე, იმდენად განათდე, იმდენად მოგედოს სიწმინდის კაშკაში, რომ დააკმაყოფილო ღმერთის ყველა მოთხოვნა. იმდენად დიდია ღვთის სიწმინდის სტანდარტი, თამასა, რომ ადამიანს არ აქვს უნარი და ძალა მიწვდეს ამ სიმაღლეს, განათდეს იმგვარად, რომ შეუერთდეს მარადიულ სინათლეს, იმიტომ რომ ის თავის ბუნებაში არის დაცემული. პირიქით, რაც უფრო მეტად ცდილობს, მით უფრო მეტ ცოდვას აკეთებს. და სხვადასხვა ამ დროს ავლენს თავის მედიდურობას, ამპარტავნებას, გახდეს საკუთარი თავის მხსნელი. არა და ბიბლია ამბობს, არავინ არის მხსნელი გარდა ღვთისა. მაგრამ ადამიანს ყოველთვის სურს თავისი მხსნელი თვითონ იყოს. რომ ჩინმედლები მას ჩამოეკიდოს მკერდზე. რომ ის იყოს ქებული, ის იყოს დიდებული. არა და ღმერთი ამბობს, ჩემს დიდებას არავის არ მივცემ. და ყველაზე მეტი დიდება მას ქრისტეს მიერ ხსნაში მიეცემა. ყველა რელიგია ამბობს, რომ ჩვენ რაღაცა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიმსახუროთ. ქრისტიანული სახარება ამბობს, რომ შენ არ ძალგიც ამის გაკეთება, მაგრამ ღმერთმა შეგიყვარა შენ ისეთი როგორიც ხარ. ნახეთ მეათე მუხლი, რა საოცარი მუხლია, ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი. ესე იგი ჩვენ არ შევიყვარეთ ღმერთი და მან შეგვიყვარა ჩვენ? ეს როგორ? ეს ხო უსამართლობაა. ეს არის ღვთაებრივი სიყვარული. სამართლიანია, როდესაც შენ შეიყვარებ მას, ვისაც უყვარხარ შენ. ხო ასეა? ხო ასე ვიქცევით ჩვენ? გიყვართ ისინი, რომელთაც თქვენ არ უყვარხართ? თუ გიყვართ, ძალას ატანთ ხო თავს? ან ბრძოლობთ, ან ასრულებთ ქრისტეს სიტყვას, შეიყვარე მოძულენი და ასე შემდეგ. მაგრამ შეხედეთ აქ, რას აკეთებს ღმერთი. ამაშიაო სიყვარული. ჩვენი სიყვარული ამაში არ არის. ჩვენი სიყვარულია გიყვარდეს ისინი, ვისაც უყვარვართ ჩვენ. მაგრამ ღვთაებრივი სიყვარული სხვანაირია. ენით აღუწერელი. საიდუმლო. რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი. რატომ არ შევიყვარეთ? არც ქონდა. თუ ვინმე იტყვის, რომ კი მე შევიყვარეო, ისე შეიყვარე, როგორც უნდა შეგეყვარა, თელი გული, თელი სული, თელი გონებით, განაარსებოს დედამიწის ზურგზე ისეთი ადამიანი, რომელმაც ისე შეიყვარა ღმერთმა, ღმერთი როგორც უნდა შეიყვაროს? პასუხი არის ასეთი. არა. მაგრამ შეხედეთ ტექსტს. ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად. ეს არის გადარჩენის გზა, ერთადერთი გზა ქრისტიანობის მიხედვით. აი ამიტომაც ლაპარაკობდა გაბედულად წმინდა პეტრე მოციქული. საქმეების წიგნი, მეოთხე თავი. არ არის სხვა სახელი ცის ქვეშეთში მოცემული ჩვენთვის, რომლითაც ჩვენ გადავრჩებით გარდა ერთი სახელისა და ეს არის იესო. ეს არის იესო. ალბათ საკითხული გექნებათ კრაზანა. ხო, კომუნისტებს უყვარდათ ეს წიგნი. სხვადასხვა არის ოსტროვსკის და გორკის საყვარელი წიგნი ყოფილა. საბჭოთა კავშირში 2,500,000 ტირაჟი დაიბეჭდა. მაგრამ საოცრება ის არის, რომ ეს წიგნი დღესაც პოპულარულია. ლილიან ვოინიჩის წიგნია, კრაზანა. ძალიან ცნობილი იყო, ძალიან ცნობილი კომუნისტების დროს და გასაგებია რატომ? იმიტომ რომ სემინარისტი იცვლის რწმენას, მაგრამ მე მაგალითად ეს წიგნი გამიზიარა სტუდენტმა, აბსოლუტურად ახალგაზრდა ადამიანმა. ახლახანს დავამთავრე მისი წაკითხვა და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებაში ვარ. ამ წიგნისა და კიდევ მეორე წიგნისა, რაც გამიზიარეს, ეს არის ჩვენ ცოცხლები.
და აი ეს კრაზანა, რომელიც კომუნისტების დროს ძალიან პოპულარული იყო, დღესაც პოპულარულია ახალგაზრდებში. ძალიან რელიგიური წიგნია. რატო გამახსენდა კრაზანა? თამილ ხო გაგიგია შენ ეს წიგნი? კი, წაკითხულიც გაქვს. სხვადასხვა აღარ გამოდის და 70-იან წელს გამოსული ისინი არსებობს. კი. ლუკა აუცილებლად წაიგითხე. არ შეგაშენოს იმ ფაქტმა, რომ ეს ძველად იყო პოპულარული, კომუნისტების დროს პოპულარული, ჩინეთში პოპულარული და ასე შემდეგ. ძალიან რელიგიური წიგნია, აი ძალიან რელიგიური. და იქ არის ერთი ასეთი დიალოგი. დიალოგი კრაზანასა და იგივე არტური ერქვა მას და მის სულიერ მამას შორის, თუმცა ის არა მარტო სულიერი მამა აღმოჩნდება მის. განა რა გაგიკეთავო ამ ჯვარცმულმაო, გახსოვს ეს დიალოგი? რა გაგიკეთავო ამ ჯვარცმულმაო, როცა სთხოვს, რომ უკვე ეს სულიერი მამა გახდა კარდინალი, ეპისკოპოსი და სთხოვს მას, რომ უარყოს ქრისტიანობა. რომ მასთან ერთად წავიდეს და ერთად იცხოვრონ. არა როგორც ქრისტიანები. და ეუბნება დათმე შენი ქრისტეო და ჯვარცმულ ქრისტეს მიუთითებს და ეუბნება განა რა გააკეთა ამ იესომამ, მხოლოდ 6 საათი ეტანჯა შენთვისო. და მე აი ამდენი წელი ვიტანჯა შენი გულისთვისო. ნახეთ როგორი შედარებაა გაკეთებული, რაღაც 6 საათი იტანჯა თურმე ღვთის ძემ მისთვის. აი როგორ უპასუხებდით თქვენ არტურს, იგივე კრაზანას. როდესაც ის ცდილობს არგუმენტაციებით, დარწმუნებით, ემოციებით შეაცვლევინოს რწმენა თავის ყოფილ სულიერ მამას. ეს 6 წელი ყველაფერს უდრის. ეს 6 საათი უпростоრად ყველაფერს უდრის. ყველა წელს, მილიარდ წელს, მილიარდობით წელს. ეს არის სწორედ ის 6 საათი, რომელზეც იოანე წერს, რომ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე ჩვენი ცოდვების მოსატევებლად. ჩვენ ვიყავით ღვთის მტრები, მოძულენი, ღირსები, სასჯელისა და ღვთისაგან განდგომისა, მაგრამ უღირსები შეგვიყვარა. პავლე მოციქული ამბობს, დიდი ამბავია თუ ვინმე კარგი ადამიანი შეიყვარა, ახლობელი შეიყვარა და თუნდაც მისთვის გაწირა ცხოვრება, მაგრამ უსარგებლო ადამიანისათვის, საზიზღარი ადამიანისათვის, მტარვალისათვის განა ვინმე გაწირავს სიცოცხლესო, მაგრამ ქრისტემ გაწირა თავისი სიცოცხლე. და 6 საათიანი ტანჯვა ეს არ არის მარტო ამ დროში მოცემული 6 საათიანი ტანჯვა, ეს არის იმ კოსმიური გადაწყვეტილების აღსრულება, რაც მამა ღმერთმა ჩვენთვის მოისურვა. მაშასე სამი ასპექტი ჩვენი ტექსტიდან, რომელიც არის უნიკალური და ქრისტიანობას გამოარჩევს და უნიკალურს ხდის. პირველი ეს არის მოვიდა, ეს არის პირველ მიზეზი, მეორე ეს არის მოვიდა ხორცში, ეს არის მიზანი, არა ხორცისგან გადაგვარჩინოს, არამედ ხორცი გადაარჩინოს. და მესამე ეს არის გზა, რომ მოვიდა ხორცში რა გააკეთა? იცხოვრა და სიბერემდე ტკბილად მოკვდა. ხო ხედავთ როგორ არის ეს აწყობილი? სამკაულებით. მოვიდა ხორცში და მოვიდა ხორცში იმისათვის რომ მომკვდარიყო ტანჯვაში. აი ეს სამეული როგორ არის ერთმანეთზე გადაბმული. ეს არის ის გზა, რომელიც მადლის გზა ჩვენს გადასარჩენად. ბოლოს რა არის ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე? ეს ყველაფერი რაც ღმერთმა გააკეთა ჩვენ გარეშე, ჩვენს დაუსწრებლად. ჩვენ არც კი ვიყავით დაბოდებულები. რა არის ჩვენი პასუხი ამ ყველაფერზე? ჩვენი პასუხი არის ამ ყველაფერზე რწმენით მიღება და ამ რწმენაში დიდი ნუგეშის პოვნა.
ნუგეშისა, რომელიც ამბობს, რომ თქვენ არ იცნობდით ღმერთს, არ გიყვარდათ ღმერთი, მაგრამ ღმერთი მოვიდა იმისათვის, რომ თქვენი მხსნელი გამხდარიყო. და ეს გააკეთა მან თავის ძეში ქრისტეში, იმისათვის, რომ გადაგარჩინოთ უსამართლობისგან, ბოროტებისგან, ავადმყოფობისგან, სიკვდილისგან, ხრწნილებისგან და მოგცეთ მარადიული ცხოვრება. განა ეს არ არის ნუგეში.